საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან ერთად ჩუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინში სცენარები საქართველოსთვის დოკუმენტში თავმოყრილია ექსპერტების მოსაზრებები და მიმდინარე მოვლენების ანალიზი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლო სცენარებს უკავშირდება. დოკუმენტში ორ სცენარზეა საუბარი, თითოეული მოიცავს შესაძლებლობებს და რისკებს. დღევანდელ პრეზენტაციაზე დისკუსიის დროს დაფიქსირებული პოზიციები დასკვნით ანგარიშია ისახება, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გასაჯაროდეს. თუ საქართველოს პირობითად ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, დიდი რისკია, რომ ჩვენ ჩამოვეხსნათ ამ ასოცირებულ ტრიოს, რაც რა თქმა უნდა არის სასურველი მოვლენა, ასევე ევროკავშირი დაკარგავს პირდაპირ გავლენას საქართველოზე, ასევე ეს იქნება, ასე ვთქვათ, წამახალისებელი სიგნალი რუსეთისთვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე რა თქმა უნდა ეს ვერ დააჩქარებს საქართველოში რეფორმებს, თუმცა თუ თქვათ ქვეყანა მიიღებს, ხო, ამან შეიძლება პირიქით თქვათ ახალისოს რეფორმები. მე მუშაობდი მეათე პრიორიტეტზე, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხი, რომელიც სანახევროდ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. უამრავი მიმართულება, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის სათანადოდ გათვალისწინებული და ჩართული.